მოგესალმებით, ეს BMG-ის ამინდის პროგნოზია, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით მე, ანა ელიკაშვილი წარმოგიდგენთ. სამთებერვალს სრულიად საქართველოში დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს ღამით, ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა, მაღალმთაში თოვლი. დასავლეთ საქართველოში ჰაერი დღისით +18 გრადუსამდე გათბება. მთიან რაიონებში +16 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს +13 გრადუსს უნდა ველოდოთ, მთიან რაიონებში +10. რუსთავში +12, მარნეულში +9 გრადუსია მოსალოდნელი, თელავში +11, სიღნაღში +12, ომალოში +9 გრადუსი, ლაგოდეხში +4, ცხინვალში +8, გორში კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. სტეფანწმინდაში 0, ხოლო ბაკურიანში -1 გრადუსი ფიქსირდება. გუდაურში კი -3. +7 გრადუსამდე გათბება ჰაერი ბორჯომში, ხოლო +4 გრადუსია მოსალოდნელი ახალციხეში. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს ქალაქებს, ქუთაისში +15, ბათუმში +13, ფოთში +14, სოხუმში +12, ზუგდიდში კი +15, ქობულეთში კი +13 გრადუსი ფიქსირდება. ანაკლიაში +14, ოზურგეთში კი ასევე +13 გრადუსს უნდა ველოდოთ. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება. ასეთი გახლდათ ამინდის პროგნოზი საქართველოში 3 თებერვლისთვის. დარჩით BMG-ზე და თვალყური ადევნეთ ყველაზე საქმიან ამინდის პროგნოზს, რომელსაც მთის წყალთან ერთად წარმოგიდგენთ.